Ადვოკატი ლია მუხაშაური ევროპის სასამართლოს მიმართავს უფლებადამცველი 2011 წლის მაისის მოვლენების გამოძიებას ითხოვს. ადვოკატს სარჩელი სახალხო პარტიის ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის სახელით შეაქვს. საჩივრის ავტორი ხელისუფლებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პირადი ცხოვრების პატივისცემის დარღვევაში, ასევე იმ ადამიანების ღირსების შელახვაში ადანაშაულებს, რომლებიც 1 წლის წინ 26 მაისს სამართალდამცველებისგან დაზარალდნენ. მუხაშაურიას ყველა დაზარალებულისთვის კომპენსაციების დანიშვნაც ითხოვს. გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, გამოვლინდეს ვინ იყო დამნაშავე აი ამ მთელ რიგ უკანონობებში და ეს პირები დაისაჯონ, აღდგეს დარღვეული უფლებები იმ მოქალაქეებისა, ვისაც შეელახა ჯანმრთელობა, შეერყა სერიოზულად ჯანმრთელობა, შეელახა რეპუტაცია და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პატივისცემის უფლება და მათ უნდა მიეკუთვნოთ გარკვეული კომპენსაცია მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისათვის.